ნინი გამარჯობა შემოგვე ჩაერთე აი ამ ჩვენს ავტომობილების ბიზნესში მართალია ეს არ არის მარტივი ეს არის დუბაი და დუბაიში შენი თვალით ნახე ჩვენი ავტორიტეტი და ჩვენი მუშაობის სტილი ესეთია დილით ადრე ადგომა გვიან დაწოვა და შენ უნდა გააკეთო ავტომობილების აქედან უკვე ექსპორტის საქართველოში სასუნთქეთსა და აზერბაიჯანში მთელ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებ რომ ჩვენ ავტომობილები ყავს იმდენი რამდენიც ეს მოსახლეობას დაჭირდება და ისეთ ფასებში რომ საქართველოში ვერავინ ვერაზროს რო ვერ შეიყვანს თუ არ იქნება ისევ ხელოვნური პრობლემები მოდი დავიწყოთ აი ეს ავტომობილი ნინი არის რომელი Song Plus-ი საუკეთესო ავტომობილი არის ჰიბრიდი და ეს საქართველოში ჩვენ გვეყოლება ძალიან დიდი რაოდენობით ყველა მიცის ეს 26 წლის მოდელია და ამის უკვე ოფიციალური დილერები ვარ ჩვენ დუბაიში მოგორეთ ზოგს გონია ნინი რომ რამე განსხვავება არის დუბაისა და ვთქვათ სხვაგან აწყობილ ავტომობილებს არა დუბაიში ავტომობილები არ იწყობა ეს არის ყველაზე კარგი ვერსია რომელიც BYD Song Plus აქვს ეს არის ავტომობილი რომელიც არის ჰიბრიდი და ელექტრო 610 კილომეტრს გადის ელექტრო და ყავს ჰიბრიდი და შეგიძლიათ უკვე ხვალიდან მოხვიდეთ ჩვენ შოურუმში და შეიძლება უკვე ვაფშე სხვა ფასებში წავედით ჩვენი ეს ავტომობილები არის დღეს წარმოდგენილი ჩვენ ყავს ყველანაირი BYD-ის ავტომობილები ვინაიდან ჩვენ BYD-ის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ დუბაიში თქვენ ყველა მიცის და არის მithkma მოთქმა Rolls-Royce ზიკერის Rolls-Royce აი Rolls-Royce აი BYD ყველანაირი ავტომობილი ყავს მოდით დავათვალიეროთ აბა ეს ჩვენი Rolls-Royce ნინი მაგარია რა თქმა უნდა ეს არის ავტომობილი რომელსაც იძახიან რომ არის Rolls-Royce დაბრძანდით და ეს ჩვენ ყველანაირი ავტომობილები ყავს ნინი ეს ავტომობილი მინიმუმ თვეში უნდა გაყიდო 30 წლის სამივე ქვეყანაში იმიტომ რომ ეს არის Rolls-Royce-ის უკეთესი ავტომობილი მონაცემებით და ფასი არის $70,000-დან $100,000-მდე და ეს იდეალური მაგარი ფასია და აქ 10 წლიანი გარანტია და ეს ავტომობილი ნახეთ და ეს ავტომობილი არის ჰიბრიდი და ეს არის ძალიან მაგარი ავტომობილი აი შეხედეთ Rolls-Royce აი ერთი ჩემი ძმაკაცია თბილისში და ეს მანქანაო ვიყიდეო კაცო და ძალიან მაგარიაო და მე ხო გითხარი ცოტა ხანი მაცალე და ერთ კვირაში გვეყოლება მეთქი აი საქართველოში იმდენი გვეყოლება რამდენიც წარმოგიდგენია და რამდენიც გვინდა ეს არის მინი Rolls-Royce და ძალიან მაგარი ავტომობილი ნინი გადავიდეთ შემდეგ მანქანაზე კი ბატონო აი ჩვენოთ მოსახლეობას კი ბატონო აი უყურეთ როგორ არის ეს არის სამხედროსთვის აი სამხედროებისთვის ეს ავტომობილი არის ძალიან მაგარი ესეც არის ჰიბრიდის ავტომობილი რომელიც არის 4x4-ზე და არის საუკეთესო და ნუ ახლა ამას არ დავუწყებ ქებას იმიტომ რომ ყველა მიცის როგორი ავტომობილებია მოდი ახლა ყველაზე დიდი ყურადღება გასაქცევია ამ ავტომობილზე და ეს რომელი ავტომობილია ეს არის Maybach და ეს არის ჩინეთში გაკეთებული Maybach რომელიც არის მე არ ვიცი ეს არის აჩვენოთ სალონი ეს არის სასწაული ავტომობილი რომელიც თავისით იღება კარები და არის შეხედეთ უბრალოდ თავისით იღება კარები თავში აიყურეთ აჩვენეთ
აი მოდი აჩვენეთ მოსახლეობას და ეს არის ვისაც გაუგია მაიბახი აბა მერსედესის ახალი მაიბახი სხვა სახელით მაგრამ მსგავსი ავტომობილი ჯერ სოფლიოში არავის არ გამოუშვია თავისი მონაცემებით ამას აქ აგერ ცალკე თავისი ერთი მობილური გვევს მეორე მხარეს კიდევ თავისი მობილური გვევს და ეს არის მე არ ვიცი აი ავტომობილს რომელსაც ყველაფერი თვითონ გააჩნია ერთ ავტომობილს 4 მობილური მოყვება შენ წარმოიდგინე და ეს არის ბიზნეს კლასის ავტომობილი და ამის ფასი რა არის და ამის ფასი თბილისამდე იქნება რამდენი წარმოიდგინე ამის ფასი თბილისამდე იქნება $30,000 ეს არის გიბრიდი მოდი წავედით ეს ყველა მიცის ახლა BYD 3 4 5 6 7 8 9 ვინმეს თუ BYD-ები დაინტერესებს ჩვენ ყველა ნაირი BYD-ები ყავს ეს ავტომობილიც არის რომელიც ადგილზე ტრიალებს და ეს არის კიდევ ძალიან მაგარ ფასში დაახლოებით 70,000-დან 80,000 ეს კიდევ არის სხვადასხვა ერთი და იგივე კომპანია, გამიგე ერთი და იგივე კომპანია აწარმოებს. ეს არის BYD-ში შემავალი ავტომობილები და ეს არის ჩვენი ახალი მეორე შოურუმი დუბაიში და დარწმუნებული ვარ, მოდი Rolls-Royce-ი ვაჩვენებ კიდევ. Rolls-Royce-ი ვაჩვენეთ და ვაჩვენოთ მაიბახი. აი მაიბახი. ნამდვილად უნაკლო მანქანა. აი ამაზე უკეთესი მანქანა დადის საქართველოში. ამაზე არ მინახავს. მე ჯერ არ შემხვედრია. ასეთი ავტომობილი საქართველოში არ დადის. მოდი, შენ კარგი გოგო ხარ, აქ იმიტომ ხარ, რომ განათლებას აქვს ყოველთვის ფასი. გაუნათლებელი ადამიანი ვერც მანქანას იყიდის და ვერც გაყიდის, იმიტომ რომ ეს არის ექსპორტი. ექსპორტზე უნდა გაიყიდოს აქედან ავტომობილები. აქედან საქართველოში უნდა გაიყიდოს. ჩათვალე ჩვენი საწყობი არის აქ და ჩვენ დუბაიში უფრო მაგრად ვიქნებით ხვალზე. ეს არის ჩვენი მეორე შოურუმი, რომლის ოფიციალური გახსნა იქნება დაახლოებით 10 დღეში. ისურვებთ წარმატებას. თელ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებთ, რომ ეს ავტომობილები ჩვენ ზოგიერთები არ ავყავთ საქართველოში, მოგზავნით საქართველოში და აუცილებლად იყიდეთ ჩვენთან, ვინაიდან ამას აქვს ყველას ოფიციალურად ქართლის გარანტია. ისურვებთ წარმატებას. ნახვამდის. ბედნიერად.